პოლიტიკური რეპრესიები საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციის ფონზე გრძელდება. სასამართლოს ეზოში შეკრებილები არიან ადამიანები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ ოლიგარქიული რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებულ მოქალაქეებს. ერთ-ერთი მათგანი, ვისაც რუსული რეჟიმი მრავალწლიანი პატიმრობით ემუქრება, საბას ხვიტარიძეა. მას პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას ედავებიან და 11 წლამდე ვადით პატიმრობით ემუქრებიან. თუმცა იმ მომენტში, როდესაც ხვიტარიძეს თავს დაესხა ნიღბიანი და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ქავთარაძე, ბრალდებულისთვის უცნობი იყო წარმოადგენდა თუ არა თავდამსხმელი რომელიმე სამართალდამცავ უწყებას. დღეს დაკავებულის ადვოკატი რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებს, მათ შორის მოითხოვს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადახედვასაც. დატოვებს თუ არა სასამართლო სამოქალაქო აქტივისტს ისევ პატიმრობაში პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს, რომლის შესახებაც იმცა კეკელია მოგუყვება ვრცლად. მიშა უკვე დაიწყო საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესი, ცხადია სავსეა სასამართლო დარბაზი იმ მოქალაქეებით, რომლებიც თან არიან პროტესტის მონაწილეები და თან სოლიდარობის ნიშნად შეიკრიბნენ აქ საბას ხვიტარიძის სასამართლო პროცესზე და ასევე საქალაქო სასამართლოს შენობაშიც, რაც შეეხება თავად მიმდინარე პროცესს, საზოგადოებისთვის არის ცნობილი, რომ საბას ხვიტარიძე ერთ-ერთია იმ 53 პატიმარს შორის, რომელიც პოლიტიკური ნიშნით უკანონოდ არის დაკავებული. დღეს რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებს მისი ადვოკატი, მაგრამ ვიდრე ამ შუამდგომლობაზე გეტყვით, ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ საბას ხვიტარიძე თავად არის დაზარალებულად ცნობილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული დაწყებული გამოძიების ფარგლებში, როდესაც დაკავებული მიუთითებდა, რომ ის ძალადობის, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა დაკავების შემდეგ პოლიციის მთავარ სამმართველოში საგამოძიებო სამსახურმა ადვოკატის მოთხოვნით მეორე დღესვე დაიწყო გამოძიება ამ საქმეზე და დაახლოებით 3 კვირის წინ საბას ხვიტარიძე დაზარალებულად ცნო, რაც ნიშნავს იმას, რომ მასზე განხორციელებული ძალადობა დადასტურებულია უკვე ოფიციალური საგამოძიებო უწყების მხრიდან. რაც შეეხება შუამდგომლობებს, მტკიცებულებების ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას მოითხოვს საბას ხვიტარიძის ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი და მან ეს შუამდგომლობა უკვე დააყენა და ასევე მოითხოვს პატიმრობის გაუქმებასაც. მედი არაფრის არა მაქვს, სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ არც ერთი პოლიციელი არ არის დასჯილი, ვერც მსვლელობას ვერ ვხედავ რაღაცა იმის, რომ რაღაცა მიდის, რომ პროცესი რომ ვიღაცა დაისჯება და ვიღაცა პასუხს აგებს. არც ექიმის დასჯის პროცესი არ ჩანს, იმიტომ რომ ექიმმა რომელსაც დახმარება თხოვა საბამ პარკი მიაწოდა და ეს იყო მისი დახმარება და თავისი მოვალეობა არ შეასრულა. მე ესე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვართ უსამართლო სასამართლოში და ნახოთ რა განვითარდება, ველოდებით პროცესი იქნებ რაღაცა ვიღაცა მაინც იყოს ცოტა გონიერი და რომელიმე მოსამართლე მაინც გაიღვიძოს. დაცვის მხარეს ექნება შუამდგომლობა წინა სასამართლოს ხომაზე ჩვენი მტკიცებულების დასაშვების შესახებ და ასევე ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული არაკანონიერი მტკიცებულების დაუშვებლობის შესახებ. მათ შორის ჩვენ შუამდგომლობას დავაყენებთ ახლოს ზონების სახით პატიმრობის შეცვლის თაობაზე, ვინაიდან დღეს უკვე არის ნათლად წარმოჩენილი ახალი მტკიცებულები, რომელიც ხატობს სრულიად განსხვავებულ მოცემულობას, ვიდრე ეს ამას ამბობდა ბრალდების მხარე პირველი წარდგენის დროს. ჩვენი მხრიდან არის ათეულობით მოწმე გამოკითხული, რომელიც სასახად ადასტურებს, რომ ადამიანებს არ უთქვამთ, რომ იყვნენ პოლიციელები, ბრალდების მხარე ვერ წარმოადგენდა თუ რა მიზნით იმყოფებოდნენ პოლიციელები, უფრო მეტიც აქციაზე ვიყავით მისულებიო, მაშინ როცა აქცია საერთოდ არ იმართებოდა იმ ადგილას, აქცია იყო და რუსთაველის გამზირზე და შუაში იდგა სპეცრაზმის კორიდორი. ხო, შესაბამისად ჩვენთვის გაუგებარია ხა მტკიცებულებს როგორ უნდა დაეყოლოს მოსამართლე. რაც შეეხება ბრალდებას, საბას ხვიტარიძეს ედავებიან 353 მუხს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, თუმცა თავად ინციდენტი გამორიცხავს, რომ აქციაზე მყოფ რომელიმე მოქალაქეს ამოეცნო იქ პოლიციელები. საქმე ეხება 4 დეკემბერს ქორთიართ მარიოტში მიმდინარე პოლიტიკოსების შეხვედრას, როცა გვარეთ სამოქალაქო აქტივისტები იდგნენ და მათ შორის შავ ტანსაცმელში ჩაცმული სამოქალაქო პირები, ეგრეთ წოდებული ტიტუშკები, რომლებსაც არაერთხელ კითხეს, როგორც მედიის წარმომადგენლებმა, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა, თუ ვინ იყვნენ, რას წარმოადგენდნენ და იქ რატომ იმყოფებოდნენ. ინციდენტი მოხდა მას შემდეგ, რაც ეს პირები თავს დაესხნენ სამოქალაქო აქტივისტებს და ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრ ქალ
ხალხს, რომელიც ცდილობდა სწორედ მერე აღმოჩნდა, რომ მირიან ქავთარაძისთვის იმ კაპიშონის ჩამოხსნას, ეგრეთ წოდებული კაპიშონის, რომელთაც სახეს იფარავდა, ამ ინციდენტის დროს მოგერიების ფარგლებში მოქმედებდნენ სამოქალაქო აქტივისტები, როგორც მიუთითებს უფლებადამცველი, შესაბამისად იქ ადამიანებს არ ეცოდინებოდათ, რომ ადგილზე იყვნენ პოლიციელები, რადგანაც როგორც გითხარით, მალობდნენ სახეს და ასევე ქუდები ჰქონდათ ჩამოფარებული. აღმოჩნდა, რომ ახლა ედავებიან საბას ხვიტარიძეს, პოლიციელზე, მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას. მოწმეებიც მიუთითებენ თავის ჩვენებებში, რომ არაერთხელ ჰკითხეს ამ პირებს თუ ვინ იყვნენ, თუმცა არც ერთ მათგანს არ უთქვამს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოადგენდნენ. ჩვენ შეგვიძლია აქვე საუბროთ იმ მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს, რომლებიც შეკრებილები არიან სოლიდარობის და პროტესტის ნიშნად აქ და ასევე მარიკა არევაძეს, რომელიც იმყოფებოდა ქორთიართ მერიოტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დღეს, როცა დანაშაულს ედავებიან საბას ხვიტარიძეს. მოდით ამ ამბავზე მოგვიყევით, თუ იყო შესაძლებელი იქ ამოეცნო ვინმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი რომ იყო ადგილზე. მოგესალმებით, თუმცა პირველ რიგში მე მინდა აღვნიშნო, რომ 4-ში არ ყოფილა იქ ადგილზე, იმიტომ რომ ეს სწორედ ის დღეა, როცა ნიკა გვარამიას უკანონო დაკავება განხორციელდა ადმინისტრაციული წესით და მე გახდით მარნეულში, თუმცა ეს იყო ის დღე, როდესაც 4 პოლიტიკური კოალიციების, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსები იყვნენ შეკრებილნი სასტუმროში და უკან გამოსულზე მათ დახვდათ ეგრეთ წოდებული ტიტუშკები, ყოველ შემთხვევაში ასე იხსენებენ იქ ყოფები, იმიტომ რომ მე საქმე დეტალურად მაქვს შესწავლილი და ასევე დეტალურად მაქვს, ასე ვთქვათ, ის ვიდეო კადრები ნანახი, რომელიც რაც იქ ხდებოდა და გამოკითხული მყავს, რა თქმა უნდა, ჩემი კოლეგები და მეგობრები პარტიაში. იქ შეუძლებელი იყო იმის ამოცნობა, თუ ვინ იყვნენ ადგილზე, იმიტომ რომ ეს ადამიანები იყვნენ, როგორც ამბობენ, ნასვამ მდგომარეობაში, გადაცმულები იყვნენ სამოქალაქო ფორმაში და სახე ჰქონდათ დაფარული და გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით. შესაბამისად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ არ გაუკეთებიათ განმარტება, თუ ვინ იყვნენ ან რატომ იყვნენ იქ იმ ადგილას. ამას ადასტურებს არაერთი ადამიანი, რომელიც იქ იყო და ამას ადასტურებს ის ვიდეო კადრები, გინდა მასმედიის საშუალებით გასული და ასევე კადრები, რომელიც ამოღებულია, ასე ვთქვათ, სასტუმროდან. საბა საქმეში რა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი? ის, რომ თავდასხმა განხორციელდა სწორედ იქ ჩასაფრება იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ჩასაფრება მოაწყეს, რომლებიც სამოქალაქო ფორმაში იყვნენ, რომლებსაც არ განუმარტიათ, რომ ისინი იყვნენ პოლიციელები და შეუძლებელი იყო მათი ამოცნობა და საბას დაკავების შემდგომ ამ ადამიანებმა ანუ პოლიციის წარმომადგენლება საბა წამების მსხვერპლად აქციეს, იმიტომ რომ ის ჯერ მანქანაში ემუქრებოდნენ გაუპატიურებით და შემდგომ უკვე ასე ვთქვათ სამმართველოს შენობაში ორჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ და საბა ამ ნაწილში დაზარალებულად არის ცნობილი ასევე. და ამ საქმეში ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ საბა მგერიების ფარგლებში მოქმედებდა და აგრესიულად იყვნენ ეს ადამიანები სწორედ განწყობილი. მადლობა და სოფო გოლეთიანსაც ვკითხავ. სოფო მოგესალმებით. ამ ხნის მანძილზე თვალს ვადევნებთ საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული საქმეების მთელ წყებას და სიცხლის სამართლის საქმეების მთელ წყებას. 53 რეჟიმის ტყვე, მათ შორის ერთ-ერთი სასამართლო პროცესი ახლა მიმდინარეობს. აი რას გვეუბნება ამით არალეგიტიმური ხელისუფლება? მე მინდა აღვნიშნო, რომ იშვიათია ესეთი გულიანი ადამიანი, სამართლიანი, პატიოსანი, როგორიც არის საბა და მისი მეგობრები, ну საუკეთესო გენოფონდი ქართული საზოგადოების დღეს არიან რეჟიმის ტყვეები. მე მესმოდა მარიკასთან დიალოგში, როცა აღნიშნეთ, რომ მე ვიყავი იქ იმ მომენტში, როცა ჩვენ გავედით გარეთ და სამოქალაქო, ანუ ადამიანები, რომლებიც მშვიდობიანი მსვლელობით მივემართებოდით, თავს დაგვესხნენ ნასვამ მდგომარეობაში, სამოქალაქო ფორმაში გადაცმული ადამიანები. გულწრფელად მაინტერესებს, რომ რას აკეთებს ადამიანი ასე დროს, როცა მას თავს ესხმიან. ბუნებრივია, რომ ის თავს იცავს. აქედან გამომდინარე, თქვენ ითხოვდით იმ ადგილზე პოლიციის მისვლას და დახმარებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არ რეაგირებდნენ. და სწორედ საბა ამის მსხვერპლია. ადამიანი არის მთავარი ღირებულება ამ ცხოვრებაში. სახელმწიფო და სახელმწიფოს ყველა ინსტიტუცია ადამიანს უნდა იცავდეს, მაგრამ სამართლებრივი სახელმწიფოში ყველა ინსტიტუცია, თუმცა დღეს სამართალი ამ ქვეყანაში არ არსებობს. იმიტომ რომ რაც იმართება დღეს სტომათა დარბაზში, ეს არის თავიდან ბოლომდე იმპროვიზირებული და დადგმული ცირკი. ამიტომ მე უწყფელად მინდა უთხრა საბას. ის ღირსეული ადამიანი და ღირსეულად დაიცავს თავს და მას ეყოფა მხრობა და გამბედაობა. სულ სწრაფად, ძალიან მალე ეს ყველაფერი შეიცვლება და იზეიმებს სამართლიანობა. მადლობა, სოფო გოლეთიანს უსმენთ, კოალიცია ცვლილებისთვის წევრს და სხვა პოლიტიკოსებს
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც არიან აქ ადგილზე. ლევან სანიკიძეს ვკითხავ, აი რასაც თვალს ვადევნებთ ამ ხნის მანძილზე. მუდმივად ვართ უკვე საქალაქო სასამართლოში, ხან ადმინისტრაციულ დავებზე, ხან სისხლის სამართლის დავებზე. აი რეჟიმის ტყვეები 53 პატიმარი ახლა არის ციხეში არაკანონიერად. აი თქვენ რა გაქვთ აქედან სათქმელი? დღეს არის პოლიტიკური ეგზეკუციის ნათელი მაგალითი მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოს მე-14 დარბაზში. ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო პროცესი, სადაც ადამიანი, ჩვენი მეგობარი საბა სვიტარიძე, რომელიც არის პირდაპირ მნიშვნელობით მსხვერპლი ძალადობრივი სისტემის, მას ასამართლებენ სისტემაზე თავდასხმისთვის. პირველ რიგში თავად ეს ინციდენტი მოხდა ზონდერული ჩასაფრებით, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი ნასვამი ადამიანების მიერ, რომლებსაც სურდათ ჩვენი მეგობრების ფიზიკური დაზიანება და მათთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, ის მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და შეუძლებელია აქ რაიმე ტიპის იმ მუხლზე ვისაუბროთ, რითაც მიმდინარეობს დღეს გამოძიება და ამის შემდეგ რაც მთავარია და ყველაზე მნიშვნელოვანია, მასზე განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა და წამება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამმართველოს შენობაში და შეუძლებელია რომ საბასნაირი ახალგაზრდები რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან, რომლებიც ქმნიან დღეს თანამედროვე ქართულ ისტორიას, ხო, ეს 50-ზე მეტი პირი, რომელიც დაკავებულია დღეს და სისხლის სამართლებრივი წესით ისჯება, ისინი არიან სინდისის პატიმრები. ქართული სახელმწიფოს თავისუფლებისთვის იბრძვიან, შეუძლებელია ამ ქვეყანაში ბოროტებამ დაამარცხოს სიკეთე და შეუძლებელია უსამართლობამ დაამარცხოს სამართალი. თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს, თავისუფლება საბა სვეტარიძეს. დიდი მადლობა ლევან სანიკიძეს უსმენთ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ წევრს საქალაქო სასამართლოში მე-14 დარბაზში მიმდინარეობს სამოქალაქო აქტივისტის რეჟიმის პატიმრის საბა სვიტარიძის სასამართლო პროცესი, როგორც გითხარით, მას 353 მუხლზე დავებიან, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ივანიშვილის რეჟიმი საბა სვიტარიძეს 7-დან 11 წლამდე პატიმრობაში დატოვებას უპირებს, თუმცა დღეს შუამდგომლობებს დააყენებს, როგორც გითხარით, ადვოკატი და მათ შორის ითხოვს პატიმრობის ღონისძიების გაუქმებასაც.